მოგესალმებით ForJournals WordPress.com-დან კიდევ ერთი გაკვეთილით, რომელიც გაკვეთილადაც შეიძლება არჩევთ საინტერესო ფუნქციას გაჩვენებთ საერთოდ WordPress.com-ის საიტებზე. თუ არ გაქვთ თქვენ გააქტიურებული ასეთი აქ ბლოგის სტატისტიკა, რომელსაც აწერია, მე მყავს ახლა 1063 მნახველი ჩემს ბლოგზე დაფიქსირებულია და თუ თქვენ არ გაქვთ ეს გააქტიურებული, მაშინ გასწავლით და არიცით ამის დაყენებასაც გასწავლით. უბრალოდ ახლა გასწავლით ამ გაკვეთილში ერთ მარტივ ხერხს თუ როგორ შეიძლება გავიგოთ თუ ჩვენმა მოხმარებელმა ჩვენ რამდენი მოხმარებელი ყავს და დეტალური ინფორმაცია გავიგოთ, ეს დეტალური ინფორმაციას არ გვაწვდის. შესული უნდა იყოს რა თქმა უნდა ჩვენს საიტზე და შემდეგ აქ WordPress-ის ნიშანი W ასე რო ახატია, აქ დავაწვევით ამას ზედა ამასოზე და გამოგდიდებს ასეთ მენიუს. ამ მენიუში არის new post, blogs და ასე შემდეგ ჩამონათვალ და აქ უნდა ავირჩიოთ ბოლო my stats. აქ რო აწერია, აქ გადავდივართ ბავშვებო და აქ ვხედავთ უკვე ჩემს მოხმარებლებს. აქ მიწერია, ყველაზე დიდი ბევრი მოხმარებელი ერთ დღეს, ჩვეულებრივ დღეს, ერთი დღე 24 საათი გულისხმობა, რომელ დღეს დაფიქსირდა 100 მოხმარებელია, ჩემი რეკორდი ერთ დღეს 100 ადამიანმა ნახა. აქ აწერია კიდე ნახეთ გამოქვეყნებული სიახლეები, ამ დღეს 6 მარტს 2012 წლის გამოქვეყნებული მქონდა ახალი გადაცემა Teen Show და ეს პოსტი, უბრალოდ ამ დღეს დაფიქსირდა 99 მნახველი საიტზე მოხმარებელი. ასე შემდეგ ვითქავს მიამიტობა მონობას და ასე შემდეგ რაღაც პოსტები მაქვს აქ დაფიქსირებული და ეს გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას. მე შეგვიძლიათ აქ დავაწვევთ თვითონ ამას და ესეც თვითონ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდის კიდევ ცალკე. სულ ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა მე დღეს თქვენთვის და რა თქმა უნდა არ დავიწყოთ ბავშვებო რომ ახალი გაკვეთილების დადებას დავიწყებ მე, იმიტომ რომ ცოტა ხანი ვერ ვიცლიდი ამ საქმისთვის, გავაახლებ აუცილებლად, შემოდით ჩემს ბლოგზე გაკვეთილები დააწექით აქ, გადადით და ჯერჯერობით სამ გაკვეთილი მიდევს, მაგრამ